საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში რეზიდენციაში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გაუნდის პრესკონფერენციაში ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. ეს არის ის, რომ ჯერ ერთი მინდა წინაპირობა გაგაცოთ ამ კანონპროექტის. რა თქმა უნდა, ახლა მიდის ბევრი კამათი, მაგრამ ჩვენთვის სრულიად ნათელია. მე ყოველ კვირეულად ვიღებ ეროვნული ბანკის მონაცემებს დღგ-ს ბრუნვის შესახებ, ინვესტიციების რაოდენობის შესახებ და მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკაში არის საგანგაშო ტენდენციები. ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც, ეს ჩანს ინვესტიციების შემცირების კუთხით, ეს ჩანს მათ შორის იმითაც, რომ საქართველოს მთავრობა სხვადასხვა უცხოელ ინვესტორებს ეუბნება, რომ შემდეგი 3 წელი საქართველოში არ იქნება ეკონომიკური ზრდა, რაც მას შემდეგ, რაც გასულ წელს იყო პროექტირებული 8%-იანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში არჩევნების შემდეგ დავიდა დაახლოებით 6.5%-ზე და როგორც ჩანს ამ წლევანდელი წელი დაიწყო საკმაოდ ცუდი მონაცემებით. ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება, რათა ინვესტორები დაბრუნდნენ, რათა ბიზნეს აქტიურობა საქართველოში გაძლიერდეს. ამ ხრივ ჩვენ შეთავაზეთ საქართველოს მთავრობას ერთის ხრივ იმ 5-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ერთად მივიდეთ ინვესტორებთან, ერთად ჩავატაროთ კონფერენციები, ერთად ველაპარაკოთ, ერთად ხელახლა დავიწყოთ შეჩერებული პროექტები და მეორეს ხრივ რაღაცა განსაკუთრებული უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით. და ამ რეცეპტებზე შორსიარული არ გვინდა 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩემმა მთავრობამ გამოაცხადა ეკონომიკური ამნისტია. მე ვთავაზობ საქართველოს მთავრობას ახლაც საგანგებო ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით გამოაცხადოს სრული ეკონომიკური ამნისტია ყველა საგადასახადო და ეკონომიკურ დავალიანებაზე 2013 წლამდე არსებულზე და ამავე დროს ამის პარალელურად მოახდინოს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. რომ არ იყოს საპატიმრო სანქციები გამოყენებული არც ეკონომიკურ დანაშაულს და არც მით უმეტეს წინასწარ პატიმრობაზე. ეს არის პირველი ჩვენი საკანონმდებლო შეთავაზება. მეორე ჩვენი საკანონმდებლო შეთავაზება ეხება კანონპროექტს და ეს იქნება კანონპროექტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ. თქვენ იცით, რომ ამ დღეებში ბევრი კამათი იყო, იმიტომ რომ საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალები, რომელიც შეიცავს კერძო მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. მინდა ყველას შევახსენო და მინდა ამაზე კარგად დავფიქრდეთ ყველა. 8 წელი იყო საქართველოს ჩემი მთავრობა. ერთი ფაქტი მაინც ამ 8 წლის განმავლობაში. ერთი ფაქტი მაინც, რომ ან ინტერნეტში, ან პრესაში, ან მით უმეტეს ტელევიზიაში ან მით უმეტეს ოფიციალურ ორგანოების მიერ გავრცელებულ მასალებში. რომელიმე ადამიანის კერძოდ პირადი ცხოვრების შემცველი მასალები თუ გავრცელებულა. თქვენ ბევრს შეიძლება იფიქროთ და ვერ მოიფიქრებთ, იმიტომ რომ საერთო ის ხო იყო, რომ აი ყველას უსმენენ, ყველას აკონტროლებენ. ერთი ფაქტი მითხარით, რომ გავცელოთ. ამას მე ძალიან მკაცად ვაკონტროლებ. ეს არის ჩემთვის ძალიან პრინციპული და ძალიან მტკივნეული საკითხი. და მოვიდა ახალი მთავრობა და ჩვენ გვაქვს 3 ძალიან საგანგაშო ფაქტი. პირველი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ მთავრობამ დაიწყო იმით, რომ გადაცა პრესას სახელები და გვარები და მისამართები ციხის თანამშრომლების, გდანის და სხვა ციხეების თანამშრომლების, რაც არის უხეში დარღვევა ადამიანის კერძო პირადი ცხოვრების და პირადი ხელშეუხებლობის. ამას არ აკეთებს სოფლიოს არც ერთი მთავრობა. მეორე, მათ განახორციელებს პირადი შანტაჟი მოსამართლის თანაშემწის მისი პირადი ცხოვრების ვიდეო მასალების გადაღება, შემდეგ მას აჩვენეს ეს მასალები არის სისხლის სამართლის საქმეში და შემდეგ ეს ქალბატონი ახლა იყოფება ძიებაში, უბრალოდ თანამშრომლობის ძიებასთან, თუმცა ძიება ამ თემას გაჭედება. და მესამე, მათ აიღეს და გაავრცელეს მასალები ადამიანების პირად ცხოვრებაზე. მე ვიცი, რომ მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა სისტემები და ბევრი ცუდი რეჟიმი იპოვებს ასეთ მასალებს და ზოგჯერ დებს ამას ინტერნეტში. მე არ ვიცი სოფლიოს არც ერთი პროკურატურა და შემისწორეთ უცდე. არც ერთი პროკურატურა და არც ერთი სახელმწიფო ორგანო სოფლიოში, რომელიც გაავრცელებს ოფიციალურად ჟურნალისტებს მიცემს ადამიანის პირად ცხოვრების მასალებს. საქართველოს პროკურატურა მოხსნა ყველა რეკორდი არაცივილიზებულობის და პირდაპირ თქვა ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, სრულიად ამორალური და დასაგმობის აქციელი.
ეს არის ზუსტად ის, რასაც რუსი ოლიგარქები და რუს ოლიგარქებს გაზრდილი ადამიანები სწავლობდნენ 90-იან წლებში რუსეთში. რაც ისწავლეს, იმას აკეთებენ დღეს საქართველოში. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მე სხვა მაგალითები არ მახსენდება. 90-იან წლების ელცინის რუსეთი, სადაც ამ ოლიგარქების შორის მილიარდები, მათ შორის ამის ცხოვრების ნაწილი იყო პირადი ცხოვრება, კომპრომატები, სხვადასხვა სცენები, ვიდეო გადაღება და მე ამათი გავრცელება. არა პროკურატურის მეშვეობით ეს ელცინის დროსაც კი არავის არ მოუფიქრებია ამის თემის გაკეთება. რა ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს და ქართულ ხალხზე. ამიტომ მე მინდა მე შევამაყ კანონპროექტი, რომლითაც აიგზავნება ასეთი მასალების შეგროვება, დაისჯება სისხლის სამართლებრივად, ის რაც პროკურატურამ გააკეთა ამ რამდენიმე დღის წინ, ეს დაისჯება სისხლის სამართლებრივად. თუ ასეთი მასალა ჩაუვარდა სისხლის სამართლებრივ ორგანოებს, ეს უნდა განადგურებული იქნას. და ყველა შემთხვევაში მოქალაქეებს უნდა მიეცეთ დამატებით დაცვის განათლება ამ კუთხით. და მესამე კანონპროექტი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიების შესახებ. მე ამის შესახებ ვისაუბრე ავღანეთში, ჰელმანდში ყოფნის დროს, ჩვენ ბაზაში ჭუყვანში. მე გთავაზობთ, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაიღუპება, მათი ოჯახის წევრებს, მიუხედავად ისა, მარჩენალი იყო ეს თუ არ იყო მარჩენალი, მიეცეს პენსია, სამხედრო პენსიის ოდენობით, არა მხოლოდ კომპენსაცია, დღეს ეძლევა ერთჯერად კომპენსაცია, არამედ პენსია. ამის საშუალება დღეს სახელმწიფოს უკვე აქვს, რამდენიმე წლის წინ არ ჰქონდა. მეორე, გაორმაგდეს სამხედრო პენსიები და მინიმალური ზღვარი იყოს სახელმწიფო პენსიის მინიმალური ოდენობის ორმაგი. ხოლო ვინაიდან 90-იან წლებში იმდენად დაბალი იყო თვითონ ეს კომპენსაცია, რომ ბევრი ადამიანი გადავიდა ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიაზე, მათ შეეძლოთ გადმოსვლა ისევ სამხედრო პენსიაზე, სამხედრო კომპენსაციაზე. და ასევე თუ სამხედრო პენსიონერი გავიდა პენსიაზე, მაგრამ მას უნდა სახელმწიფო სამსახური, მას მაინც შეუნარჩუნდეს სამხედრო პენსია და სახელმწიფო სამსახურში დარჩეს ან სხვა სამსახურში. ეს ერთმანეთს არ უნდა უშლიდეს ხელს. ამასაც აქვს ფინანსური ეკონომიკური დასაბუთება, ამის ფული დღეს ბიუჯეტში არის. პირველი კანონპროექტი და მეორე ფულად ხარჯებს არ მოითხოვს, უпроსტად მეორე ნამდვილად არ მოითხოვს და პირველი მინიმალურ ხარჯებს მოითხოვს, მესამეს ფინანსურ დასაბუთებას ჩვენ წარუდგენთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. აი ეს არის ის სამი წინადადება, რომელიც მე გადავეცი პარლამენტს. ეს იყო პირდაპირ ჩართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივა სამ პუნქტს მოიცავს. პირველი არის ეკონომიკური ამნისტია და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, ასევე კანონპროექტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ და სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გარანტიის შესახებ.